რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამას იწყებს. ინიციატივა პრემიერს ეკუთვნის, პროგრამა 5 წლიანია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდი ლარი გამოიყოფა. ტენდერების შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ნინჩუბინძის რეპორტაჟში. თელავი, ბატონის ციხე. ისტორიული ადგილი რამდენიმე თვეში სტუმრებს ავთენტიკური, თუმცა განახლებული იერსახით უმასპინძლებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბატონის ციხის გარდა კეთილმოეწყობა მიმდებარე სივრცე. შეიქმნა თელავის განვითარების კონცეფცია, რაც გულისხმობს ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სრულ რეაბილიტაციას და მიმდებარე ქუჩების, ასევე ტურისტული და აქტიური ქუჩების მოწესრიგება რეაბილიტაციას, რაც დამატებით შექმნის მიზიდულობის ცენტრებს. უცხოელ სტუმრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მხარე იმერეთი უახლოეს პერიოდში დამთვალიერებლებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალტუბოს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის რეკრეაცია. ქუთაისის ბოტანიკური ბაღი და ქალაქის ისტორიული არეალი კი სრულად განახლდება. ქუთაისი მიიღებს ძალიან საინტერესო და განახლებულ ძველ უბანს, მიიღებს განახლებულ სახლებს, მიიღებს განახლებულ ინფრასტრუქტურას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ახალ ხიდს საფეხმავლოს, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ტურისტებისთვის და ყველაზე მთავარი რაც არის, მთლიანად რეაბილიტაცია დაიგეგმა მესხიშვილის სახელობის თეატრის. ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია, ყაზბეგი. რამდენიმე ეტაპიანი პროგრამა წელს სწორედ ამ 11 ქალაქისა და კურორტის განვითარებას მოიცავს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, რომელმაც დღეს სამშენებლო კომპანიებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მზად ვართ, რომ რამოდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერები გამოვაცხადოთ, იქნება პროექტირება მშენებლობის ტენდერი, რადგან აუცილებელია მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ჩატარდეს მრავალმხრივი ჩართულობით. პროექტებთან დაკავშირებით ტენდერები ივლისის პირველ კვირაში გამოცხადდება. რეგიონებისა და ქალაქების განვითარებასა და რეაბილიტაციაზე ინტერესი უკვე გამოხატეს სამშენებლო და საპროექტო კომპანიებმა. ბევრი საინტერესო კომპონენტია ჩამატებული, ბევრი საინტერესო იდეის განხორციელება არის შესაძლებელი. კომპანიის მხრიდანაც რა თქმა უნდა არის დაინტერესება, განსაკუთრებით ალბათ უფრო სამხრეთ-ჯავახეთის რეგიონის მიმართულებით. საკმაოდ საინტერესო პროექტებია წარდგენილი საპროექტო კუთხით. ჩვენ რა თქმა უნდა თეატრები უფრო გვაინტერესებს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არის რეაბილიტაცია, რენოვაცია, შესაბამისად დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით ამ პროექტირებაში. ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. წელს 200 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია, 5 წლის განმავლობაში კი ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება.